მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო TV პლუსის ეთერიდან. ერთი თვის მანძილზე ჩვენ გადაცემა არ აქვს. მე-13 გადაცემით დავამთავრეთ. ახლა ეს არის მე-14 გადაცემა. ცალკე თემით უნდა მოსულიყავი, მაგრამ იმდენი შეკითხვები შემოვიდა. ძალიან ბევრი შეკითხვები, ალბათ 100-ზე მეტი შეკითხვა ამ თვენახევრის პერიოდში და მეც გადავანაწილე და ამ შეკითხვებს უპასუხებთ და თემაც იქნება თემაზე მეტიც. ხო და 9 და 10 საკითხია ასეთი შეკითხვების სახით, რომელიც შემოვიდა, ზოგს შევხვდი და ისე ველაპარაკე, მაგრამ მაინც ვიძახი რომ უფრო კარგი იქნება რომ გადაცემაში მოვათავსოთ ეს შეკითხვები. დავიწყოთ მაშინ ეხლა დროის მომენტში რომ ჩავეტიოთ. ასეთი შეკითხვა იყო, მეგობრებო, ფუტკრის ტყვება ზამთარში შეიძლება თუ არა? მეგობრებო, ზამთარში მით უმეტეს ჩვენთან საქართველოში გააჩნია რა დრო ისა როგორი ამინდები იქნება. მე პრაქტიკაზე რო ვიყავი ციმბირში წასული, იქ როგორი სიტუაცია იყო, ძალიან მკაცრი ზამთარი იცის იქა და მე მაინც შევთავაზე და ისა ყვება როგორ შეიძლება ზამთარში რომ მივაწოდო, თუმცა გამორიცხულია რომ იქ ისა მარტამდე რაღაცა მოხდეს იქ, თუმცა გამორიცხული არაა, ყოველ შემთხვევაში იქაც არის ისეთი მომენტი რომ შეიძლება გარკვეულ პერიოდში თუ შიგნით სადმე ოთახში ან სადმე არის მოთავსებული მიცეთ საკვები და როდესაც საქმე მეფუტკრეობას ვასწავლით და ისედაც მეგობრები ან დამწყები მეფუტკრეები მეკითხებია როგორ შეიძლება ზამთარში რომ ვკვებოთ. ეხლა მე ჩემი მეთოდი მქონდა კვების რანაირად შეიძლებოდა ცოტა ისე დროის ფარგლებში რომ ჩავტეულიყავით და თან ნორმალური საკვები რომ მიგვეცა და კვებათ რომ ჩათვლილიყო. ეხლა რატომღაც მეფუტკრეებმა დაუძახეს ეს თამარ ჯაფოშვილის მეთოდი. ეხლა ჩემი მეთოდი თვითონ ეს, მაგრამ სინამდვილეში ფაქტიურად ეს ოფიციალურად ვინც მართლა დაინახა რომ სარგებელი მოაქვს ამას დროის ეკონომიკის მიზნით და ყველაფრით აბსოლუტურად გამართლებულია და ბევრი მისდევს ამ მეთოდით. აი ეხლა მოდი კი ბატონო, ჩემი მეთოდია რა თქმა უნდა შეთავაზება ასე უფრო სწორედ ფუტკრის ტყვება ზამთარში შეიძლება თუ არა? ასეთი შეკითხვაა შემოსული და ამ შეკითხვას ასე გავცემდი პასუხი. ჩემო მეგობრებო, ჩვენთან საქართველოში არ არსებობს ზამთარი ისე გავიდეს რომ 1-2 დღე სითბო არ ჩავარდეს. აი თქვათ ეხლა იანვრისა და თებერვლის დასაწყისში თბილი ამინდები იყო და მე თვითონ ნახე ფუტკარი გავსინჯე, ხო და ერთ ძალიან მინიმალური თაფლი ქონდა დარჩენილი, ძლიერი ოჯახი იყო და ავდექი და ეს შესქელებული თაფლი გავახვიე და ქაღალდში და დავადე წინა მხრიდან შეუცურე ფიჭაზე დავადე. 1-2 ადგილას გავხრიტე რომ ყოველ შემთხვევაში ფუტკარს შეემჩნია რომ თუმცა ისედაც გახრეტავდა თვითონ. ჩემი შემოთავაზება ეხლა რომ ადვილი იყოს თქვენთვისაც რომ იქ სეროფი არ აადუღო, რომ არ ჩაასხადა რაღაცა ზამთარში ვერ ჩაუდგა მაგ სეროფს და კანდიც ხო გითხარით ადრეც ეხლა ის მე რამდენად ვიძახი რომ ყველაზე კარგი არის კანთან დაკავშირებით თაფლი რომ მივცეთ. თაფლი ეს არის ნაღდი ნატურალური თავისივე თაფლი და ქაღალდში გავახვევთ, ხო სქელდება თაფლი. იმას ავიღეთ ერთ გუნდას, დავადებთ, ცოტას გავაბტყელებთ ხაღალდში და დავადებთ წინა მხრიდან ავწევთ ნაჭერს, შევაცურებთ და ამ ჩარჩოებზე დავდებთ და დავახურებთ. ეგ იმ შემთხვევაში მეგობრებო, თუ თაფლი არ აქვს და თუ თაფლი აქვს, არაა საჭირო მაინც ზამთარში ჩვენ რაღაც დამატებით საკვები მივცეთ. თუ გაღიზიანება გინდა, მაინცსა და მაინც ფუტკარმა ძალიან კარგად იცის, როდის უნდა გაღიზიანდეს. ის თებერვლის დასაწყისშიც შეიძლება ან თებერვლის ბოლოს 24 რიცხვში
უკვე გაჩნდება ხოლმე კვერცხი ფუტკრისკაში. აი ამ დროს შეგიძლიათ იგივე ვარიანტი გაიმეოროთ. კვებათაც ჩაითვლება და გამაღიზიანებლათაც ჩაითვლება. ასე რომ ყველაზე ნაღდი ვარიანტია. აი ამ მეთოდით ნაღდი ნატურალური თაფლი უნდა იყოს ის თავისთავად ცხადია, სქელი, ცოტას გააბრტყელებთ, ქაღალდში გაახვევთ და დაადევთ ფიჭებზე წინა მხარეს. შემდეგი შეკითხვა იყო დაბლა მიწაზე მცოცავი ფუტკრები როგორ მოვაცილოთ? ესე წარმოიდგინე მეგობრებო, რომ დიდი საფუტკრე ვისაც აქვს, ეს ძალიან შეიმჩნევა ეს. ეხლა ჩემთან მაგალითად ერთ რიგზე თქვათ 25-26 ოჯახი იდგა და ამ დროს გროვდებიან სად? პატარა ადგილს მოვასუფთავებ ხოლმე. და იქ მიწა ჩანს და იქ მოტიტლებულია ესე, ბალახი არ არის და ერთი ორ ადგილას ასე ვაკეთებ ამ ერთ რიგზე. და გროვდებიან იქ. ეხლა ბალახებიდან გამოდიან და გროვდებიან. ეხლა სულ ყველა არა, მაგრამ გროვდებიან. მე ამას რომ დაიხოცებიან, მე ვყრი, მაგრამ ყველაზე გასაოცარი რა არის, მეგობრებო, იცი? მე ადრე ეხლა ჩემი წინაპრებიდან გადმოცემით ვიცი, რომ ზღარბი, რომელიც არ ერიდება არაფერს, ყველაფერს აჭამს, გავიჩინე ზღარბი. ორი ზღარბი მოვიყვანე და ზღარბი საღამოობით გამოდის და კრებს ამ მცოცავ ფუტკრებს, ჭამს, ისედაც ნაყარ ფუტკრებს. ხო და ცოტა ის თუ მოგეხმარებათ, ცოტა თქვენ თვითონ თავისთავად ცხადია, იქ არ უნდა ჩალპეს, მეგობრებო, ეს მცოცავი ფუტკარი და თუ დაიხოცებ ერთ ადგილას, როგორც გითხარით, აი ერთ რიგზე ორ ადგილას მოვასუფთავებ, თქვათ ერთი 20 სანტიმეტრის ირგვლივ და იქა გროვდებიან. ბრტყელი ქვაც რო დადოთ, იმ ბრტყელ ქვაზე ჯდებიან და იქა გროვდებიან მის ირგვლივ. და ეს ზღარბი მყავდა ერთი რამდენიმე ხანი, შარშანაც მყავდა და ეხლა ხო გითხარით, ეხლა მთელი 100%-იანად გარანტირებული არ ახარ რომ მაინც და მაინც იმან მოვასუფთავოს, მაგრამ თუ რაღაც 10%-ით დაგეხმარება ის ძალიან კარგია. ზღარბი უწყინარი ცხოველია, ცოტას ის შეჭამს, ცოტას იქ მოგროვდება შენ თვითონ და ლპობა აღარ განვითარდება იქ. ესე იგი, აი ხო კარგად გამიგეთ. ესე იგი ერთ რიგზე, ერთი ორ ადგილას, აი ესე მოვასუფთავებთ ადგილს, მიწა გამოჩნდება და ყოველთვის ფუტკარი მიიწევს ისეთ სუფთა ადგილას, რომ თბილი ადგილია თან და იქ შეგროვდეს საღამოთი და იქ შეგროვდებიან და მე იხოცებიან იქ. ცოცავი ფუტკარი ვეღარ ფრენს. განწირულია, რომ უნდა მოკვდეს და ძალაუნებურად იქ შეგროვდება და ერთად შეგროვილი მე შეგიძლია ადვილად ის გადაყაროთ და მოვაცილოთ. თუმცა ხო გითხარით, თუ ზღარბი გეყოლებათ, რა ცუდი არ არის ახლა. რა ვიცი, მე ასე მგონია, ეს გადმოცემით ვიცოდი და გავაკეთე და გაამართლა, თუმცა ახლა იმის იმედზე ნუიქნებით, რომ ყველაფერს ის მოასუფთავებს. აი როგორც კი ეგ ორი ვარიანტი ერთად შეგროვდება და მე გადაყრით. აი დაახლოებით ასეა. მიწაზე მცოცავი ვეღარ აფრინდებიან და ისინი დაიხოცებიან მაინც. რამდენ წელიწადს ცოცხლობს ფუტკრის ერთი ოჯახი, მეგობრებო? ფუტკრის ერთი ოჯახი თუნდა 100 წელი ცოცხლებს. იქ თუ თაობათა ცვლა მიმდინარეობს იმ დონეზე, რომ აი თქვათ გამოვიდა ნაყარი, მაპატეთ გამოვიდა ახლად გამოჩეკილი ფუტკარი და მე მეორე დღისით სხვა მოყვება, მესამე დღისით სხვა მოყვება, ყოველ 2 და 3 წელიწადში დედას შეცვლი და იქ არ დასუსტება ის ოჯახი და საშუალო დონეზე ან ძლიერი იქნება ყოველთვის, თავისთავად ცხადია ის იქნება და იქნება, მაგრამ ჩვენ თუ ყურადღება მოვაკელით იმას, რომ იქ თქვათ თაფლი არ აქვს, ან მივაყურადეთ და დედა ძველი ყავს და ან ავადმყოფობა გაუჩნდა და რაღაცა. თავისთავად ცხადია ის ამორტიზირებულად ითვლება ისა ფაქტიურად და დახოცვარი განწირული. ამისათვის რომ დიდხანს თქვათ აი 20 ოჯახი გვყავს და აქედან ყველაზე ძლიერია და ამ დროს გაუჩნდა ავადმყოფობა.
ის ნელ-ნელა ისე დასუსტება, რომ დაიხოცება თავისთავად ცხადია. ამისათვის საჭიროა რომ ყურადღება მივაქციოთ, ავადმყოფობა არ გაუჩნდეს, თაობათაცვლა მიმდინარე წესა კარგად წავიდეს, დედები შეუცვალოთ და ის იქნება და იქნება ბატონო ჩემო. თავარია ახალი დედა ყავდეთ და ყოველთვის ეს თაობათაცვლა მიმდინარეობდეს ნორმალურად. აი ასეა პასუხი კი ბატონო ამ საკითხეს. ფუტკრის სხეულის ტემპერატურა როგორი ხო გარემო პირობებთან შედარებით. მეგობრებო, ეხლა ჩვენ ავიღოთ თუნდაც ადამიანი ან ცხოველი ავიღოთ და ოდესაც მუშაობს ან რაღაც ენერგიას ხარჯავ, თავისთავად ცხადია ტემპერატურა თვითონ ჩვენთან იმატებს ადამიანის ორგანიზმში ან ცხოველის ორგანიზმში და ფუტკარი მწერია, თავისთავად ცხადია იმ დონეზე არა ჩვენთან რომ მატოლოს ორგანიზმში, მაგრამ 5-6 გრადუსით მეტია გარემო პირობებთან შედარებით, როდესაც ფრენს. აი წარმოიდგინეთ თქვენ, თქვათ, ავიღოთ 20 გრადუსი არის გარემო პირობებში 20 გრადუსი და ფრენის დროს ის იქნება 25 გრადუსი ტემპერატურა. თავისთავად ცხადია ის მუშაობს დაფრენს და ამ ფრენის დროს ის უფრო ტემპერატურა მეტი აქვს. ასე რომ ყოველთვის ეს ასეა მეგობრებო. ისე რომ აქ თავისთავად ცხადია შეიძლება მეტიც იყოს ზოგჯერ რა 5-6 და შეიძლება 7 გრადუსზეც ავიდეს ის სხეულის ტემპერატურა. მეტობაშია ლაპარაკი მეგობრებო. წეგამად შევადარე 25-დან თქვათ გრადუსია გარეთ, ამისი იქნება 20 და თქვათ 9 მოძრაობის დროს. ასე რომ 4, 5, 6 და ასე შემდეგ უფრო მეტია მის მოძრაობის დროს ტემპერატურა. ზამთარში ზოგიერთი სკიდან ფუტკარი რომ გამოდის და ზოგიდან არ გამოდის, როგორ გავიგოთ ფუტკრის ცოცხალია თუ არა, როგორ გავიგოთ მეგობრებო? ახლა მე ვერ ვიტყვრობ თლათ ადვილია და რაღაცა არც ძნელი არ არის. ძალიან ადვილია იმის გაგება რომ აი ფუტკარი რომელიც გამოდის კუჭში სუფთავებს, მაგის გულიზე გამოდის რომ კუჭი გამოისუფთავოს, შიგნით ტემპერატურა არის ნორმალური, ამ ნორმალურზე მეტი ტემპერატურა გარეთ შეხედავს რომ არის გარემო პირობები ისეთი რომ გამოვიდეს, გამოდის კუჭს ისუფთავებს და ესე იგი შევხედავთ რომ გამოვიდა, ჩვენ თუ დაფიქსირებული გვაქვს ჟურნალში რომ ახალი დედა ყავს, წარმოიდგინეთ თქვენ ახალდედიანები ზოგჯერ კვეთს ადრედებენ. ახლა მაგალითად მე რო ვიყავი ერთი კვირის წინ სითბო რომ იყო, ერთი კვირის წინ კი არა, ორი კვირის წინ უბრალოდ სითბო რომ იყო ჩავარდნილი, სამი ოჯახი იყო ჩაკვერცხილი. ესე იგი გამოდის, ნუ დამაინტერესა და ჩავხედე და კვერცხი დადებული. სითბო არის, კარგ ადგილას მიწვია, სითბო ყოველთვის აქ იქ. ხო და თან თბილი ამიდები იყო და ვნახე. ახალდედიანი დაფიქსირებულია, რომ ახალდედიანია. ესე იგი, თუ ახალდედიანია, ის ყოველთვის ძალიან კარგად გამოიყურება ზამთარში, ზაფხულში და ყოველთვის. და მეორეც ერთი ძლიერი ფუტკარი, რომელიც არის, ის კარგად მოძრაობს, გამოდის და კუჭსაც ისუფთავებს და ყველაფერი და თუ არ გამოდის, მართლა დაგაინტერესებს თავისთავად ცხადია. ის ცოცხლები არიან თუ არა. თუ ორსაფრენიანი არის, მაგალითად, დაბლა მაღლა, რუსულისკები ასეთი, მაღლა პატარა საფრენს აწევთ, თუ შიგნით ფუტკარი მოძრაობს და არის, ესე იგი არის და ჩაკეტავ მაშინვე. თუ ვინცობა არა, აი ქართულისკებს არ აქვს მეორე საფრენი მაღლიდან, გარედან მიარტყავთ რამეს, პატარა ქვასკენს რამეს, ამ პატარა ჩაქუჩებიას მიარტყავ და კურს მიადებთ, თუ ხმაური ისმის, ესე იგი ცოცხალია ის ფუტკარი. ასე რომ, ასე შეიძლება, ეხლა თუმცა იყო ადრე ასეთნაირადაც შეიძლება რომ აი ერთ სიტყვით საექიმო ის როა ყურწმოსასმენი იმას მიადებდა შეგინდან ხმაური ისმის, მაგრამ ყველაზე ნაღდი არის აი მიარტყა გარედან, ძალიან ნუ მივარტყავთ, გუნდი არ ჩამოვარდეს. პატარაზე მიარტყავთ და ხმაური თუ ისმის, ესე იგი ფუტკარი არის, სიცოცხლე არის სკაში.
შემდეგი საკითხი ზამთარში ზოგიერთი სკაში შეაქვთ ყვავილის ტვერი, ზოგიერთში არა და რატომ? მეგობრებო, წანაც თქვი, ეხლა მართალია დაკონკრეტებით ეხლა ვიტყვი, რომ როგორ რომელს შეაქვს და რომელს არ შეაქვს. მე მაგალითად ეს სამი სკა რომელსაც შექონდა აგვისტოს თვეში გამოიყვანა, მაგრამ წინა წლის აგვისტოს თვეში გამოიყვანა დედა. თლათ ახალი დედები ყავდა. ესე ის რაღაც ერთი თვე დადო კვერცხი და მერე უკვე აცივდა და თავისთავად შეწყვიტა კვერცხებლობა, მაგრამ ისეთი ახალი დედები ყავდა, რომ საშუალო ოჯახი არის და თავისთავად ცხადია მისწრაფება კვერცხის დებისკენ და იყო კვერცხი ჩადებული. ხა თავისთავად ცხადია, ვისაც ახალი დედა ყავს, მეგობრებო, აუცილებლად ისია, რომ ზამთრის კარგი ამინდები აი სითბო რო ჩავარდება, თავისთავად ცხადია უკვე შეამჩნევთ, რომ გარედან ყვავილის ტვერი დაბორბლული ფეხებით შედიან, გესიამოვნება, რომ ყვავილის ტვერი დაბორბლული ფეხებით შეაქვთ ყვავილის ტვერი. მეგობრებო, ეს ძალიან კარგია, ცუდი კი არ არის, პირიქით სასიამოვნოა მეფუტკრესათვის, მაგრამ წარმოიდგინეთ თუ ეს ამინდების წავიდა ინტენსიური ისა ყვავილის ტვერის შეტანა დაიწყეს, თხილის იმებისგან, ტვრიანებისგან იცის შეტანა, ყვავილებს რაღაც პატარ-პატარა მცირე ყვავილები თუა მოძებნის, იქიდან შეაქვთ ყვავილის ტვერი, ამ დროს შენ უნდა დაგაინტერესოს და ნახო, შიგნით რთული სიტუაცია ხო არ არის, გადახარჯვა ხო არ არის თაფლის. თუ გადახარჯვა, აუცილებლად უნდა მივაშველოთ თაფლი, წეღარ როცა ვთქვი, ისეთნაირად. ასე რომ ყვავილის ტვერი ეხლა შევამჩნიე 2 კვირის წინ რო შექონდათ და დავაინტერესა და უკვე კვერცხი ქონდა ჩადებული და თაფლი ნაკლოვანიც იყო და დავამატე კიდეს თაფლი. ასე რომ აუცილებლად ეს კარგიც არის და ზოგ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ თუ მივაყურადეთ და ყურადღება არ მივაქცეთ, შეიძლება ის დაგვეხოცოს კიდეც. იმიტომ რომ შეგიძლია იცით, რომ როდესაც კვერცხია ჩადებული და ინტენსიური ის არის ზრდა ბარტყის, იქ ბევრი საკვები იხარჯება და უსაკვებოდ ჩება შიგნით ფუტკარი და იხოცება მშიერი, თავისთავად ცხადია. ხო, რამდენია ფუტკრის ფრენის სიჩქარე საათში, მეგობრებო? ფუტკრის ფრენის სიჩქარე დაახლოებით მოგწევთ 25-დან 30 კილომეტრამდე საათში. ეხლა სიტუაცია როგორ არის, მეგობრებო? დატვირთული თუ მოდის ნელ-ნელა, ეხლა თუ ასე გავზომავთ მის სიჩქარეს, მაშინ დიდ დრო დაჭირდება, ესე იგი რაღაც მაგდენი აღარ გამოვა უკვე 30 და 25 და 30 უпроსწორედ. ესე იგი რაღაც ადგილ-ადგილ ჯდება და მერე სვენებით შემოდის სკაში. მაგრამ როდესაც აქედან მიფრინავს და არაფერი არ აქვს ცარიელი 25 და 30 მეტრი საათში, კილომეტრი საათში, მეგობრებო, ეხლა სიტუაცია როგორ არის? ზოგი ეხლა მართალია ამდენ კილომეტრს არ გადის, მაგრამ საერთოდ ჯამში სიჩქარე რომ გადაფრინოს, ამდენი გამოვა საათში 25 და 30 წუთი. ესე იგი, როგორია, იცი, აი ეს ფრენის სიჩქარე დამოკიდებულია კიდევ თუ ქარია, ნიავია ისეთი, აი მაგაზეც ბევრი რამეა დამოკიდებული, საწინააღმდეგო თუ არის ქარი, ან საწინააღმდეგო ნიავი თუ ფრენს, მაგაზე დიდი მნიშვნელობა აქვს და თავისთავად კლებულობს. ესე იგი, როგორ არის, იცი, ეს 30 კილომეტრი ეს დოგმა კი არ არის, გინდა თუ არა 30 კილომეტრია და всё, ესე არ არის, მეგობრებო. წინაღობები არსებობს, მაგალითად ფრენის დროს თქვათ ტყეებია, ხეებია, რაღაცეებია
და ქარია, ნიავია, ეს წინაღობა მათთვის და იმდენი აღარ გამოდის, უფრო ნაკლები გამოდის, მაგრამ საერთოდ ჯამში, მთლიანობაში რო ვიცოდეთ 25-30 კილომეტრია საათში. თუმცა გადის ის კილომეტრ-ნახევარ, 2 კილომეტრს და იქიდან შემოაქვს სინამდვილეში 1 კილომეტრიდან ნახდათ შემოაქვს თაფლი, თუმცა მეძეც მიდის, ოღონდ იმდენი შემოაქვს, რომ გზაზე ხარჯავს ნახევარს და ნახევარი შემოაქვს სკაში. ასე რომ ფრენის სიჩქარე და აი ამ კილომეტრის რაოდენობას დამოკიდებული არის წინაღობაზე ქარი თუ არ არის, ან ნიავი თუ არ არის ესეთი, თავისთავად ცხადია, თავისუფლად მოძრაობს ფუტკარი. ტყიური ფუტკარი როგორ დავიჭიროთ, ესე იგი გაქცეულ ფუტკარზეა ლაპარაკი, მეგობრებო, ეს შეკითხვა ვინც მე დამისვა და დამირეკა, ეს გაქცეულ ფუტკარზეა ალბათ ლაპარაკი, ან იქ დაბუდებულ ფუტკარზე. კი ბატონო, მე ამასთან დაკავშირებით ახლა ადრეცავ თქვი წინა გადაცემებში, რომ საერთოდ ფუტკარი ტყეში, საერთოდ ფუტკარი არის ველური მწერი. ის არ ღალატობს ჩაკვერცხილს და ჩაბარტყულს მის აღზრდაზეა დამოკიდებული და ის არცად არ წავა თუ კვერცხი აქვს და ჩაბარტყული, მაგრამ თუ ის დააკვირდით ერთხელ ცადეთ, ისა ბევრი ფუტკარი ყავს. ჩაყარეთ ცარიელ სკაში, აუცილებლად ის გაიქცევა რაღაც სიახლოვეს, კაი მზვერავი ფუტკარები თუ ყავთ, უცბად მოძებნიან და გაიქცევია. თუ ტყეში მაგალითად ეს შეკითხვა თუ იმას ნიშნავს, რომ როგორ ჩამოვიყვანოთ ტყიდან, თავისთავად ცხადია, უნდა დავაფიქსიროთ მეგობრებო, ფუღუროში, რომელ ადგილას, რა სიმაღლის არის ხე, უნდა თავზე წავაჭრათ, თუ შუა ადგილას არის, ან ძირში და ძირში ისე უნდა გავაკეთოთ, რომ არ შევეხოთ შიგნით. უნდა გარედან, სადაც საფრენი აქვს, მარლა ან ისეთი ეს მავთული ის სეტკა უნდა გავაკეთოთ, რომ სასუნთქი გქონდეთ და თლიანად იზოლაცია ისე გავუკეთოთ, რომ ფუტკარი არ გამოვიდეს. ეს უნდა იყოს საღამოთი გაკეთებული. როდესაც ჩავკეტავთ ამ საფრენს, ოღონდ სასუნთქი ადგილი უნდა დაუტოვოთ, სეტკას მივამაგრებთ, იზოლაციას გავუკვეთ ესე, რომ ფუტკარი არ გამოვიდეს. ან მარლას, ერთ პირი მარლა, შეიძლება ორი პირიც, ხო და როდესაც მოვჭრით, ჯერ მაღლა წავაჭრით, მერე დაბლიდან და მთლიანად, სადაც ფუტკარია, იმას ცალკე დავდებთ, თავისთავად ცხადია, მანქანაზე, მარხილზე რა ვიცი, როგორც რომ ისე უნდა წამოვიყვანთ, რომ ძალიან არ გაღიზიანდეს, მეგობრებო. და არც ისე რომ შიგნით ფიჭები არ ჩაიღვენთოს, არ ჩამოიყაროს და თავისთავად ცხადია, ერთმანეთში არ აიზილოს თაფლი, ფიჭა და ეს რა ქვია, ბარტყები. და როდესაც ჩამოიყვანთ, სკას დადებთ, ცალკე სკას და ახსნით ჩამოტანის გვერდზე დაუდებთ ამ სკას. ახსნით ის ფრენას დაიწყებს, ერთი დღე დატოვეთ ასე, ფრენას დაიწყებთ, მერე ნელ-ნელა გახსენით მთლიანად ეს გააპეთ ეს ხე და შეეშვით ცოტა ხანს, ფუტკარიო დაწნარდება, მერე საბერველით ნელ-ნელა ჩამოჭერით ფიჭები, წინასწარ გამზადებული გექნებათ ჩარჩო და ზედ მივაკრავთ. დროებით, რა თქმა უნდა, ჩავდგავთ ერთ ჩარჩოს, მერე ახალ ჩაკრულ ფიჭას ჩაუდგავთ, მეორეს რომ ჩამოვაჭრით, იმასაც მივაკრავთ და შუაში მოვაქცევთ ახლად ისა ჩაკრულ ფიჭას, რომ ჩამოვაშენოს. ასე გავაკეთებთ, ჩავდგავთ, რა თქმა უნდა, იქ ფუტკარი იმოძრავებს, მერე ამას ოღონდ უნდა შევხედოთ, დედა უნდა გადავიყვანოთ სკაში. თუ დედა შეხვდეთ და გადავიტავო სკაში, მერე იმას დავბერტყავთ და ძალაუნებურად სკაში შევა. ეხლა ძალიან მარტივად გითხარით, იქ ცოტა სირთულეებია, მეგობრებო, ის უკვე გაველურებულია და
შენ თავისთავად ცხადია ეს ძალიან სათუთად უნდა მიუდგეთ ისე უცბად არაფერი არ გამოვა და შევხედავთ რომ იქ შეიძლება თაფლის დაიღვაროს, აი დაირიოს, სხვა ფუტკარი არ დაეცეს, ეს უნდა გაკეთდეს ისე დროს აი ღალიანობის დროს კარგია თუ ჩამოიყვან, იმ დროს დაცემა ნაკლებად იციან ფუტკარმა ერთმანეთზე, ან თუ გვიან შემოდგომით ჩამოიტან, იმას თაფლი ექნება, შეიძლება სავსე აქვს თაფლი და ფრთხილად უნდა ჩამოიყვანო, რომ შიგნით არ აიზილოს ეს თაფლი და ის ფიჭები და ბარტყი. თუ ადრე გაზაფხულზე იმას ნაკლები თაფლი ექნება და მაშინ შეიძლება რომ ჩამოიყვანო თავისუფლად ის სიფრთხილეც საჭიროა მართალია, მაგრამ ნაკლები თაფლი ექნება შედარებით, აი თქვათ მაისის თვეში უპრიანი იქნება მაისის ბოლოს. ასე რომ რავი, რამდენად კარგად ახსენი, მე მგონია კარგად ახსენი, სიფრთხილე უნდა ფუღუროდან რომ გამოიყვან, უნდა ის გააპო. თავსა და ბოლოს რომ წააჭირ და ჩამოიტან სახლში, იმას მერე გააპობ და სკას მიუდგამ გვერდზე და უკვე ნელ-ნელა გადაიტან იქიდან. როგორ დავიჭიროთ ტყიური ფუტკარი, ან გაქცევა, ესე იგი მეგობრებო, აი ეს გაქცევა მე ახლა ეს ნაყრის დაჭერა გითხარით, აი ახლა აქ კიდევ რაღაცნაირი ორმაგი შეკითხვა ჩართული ამ კითხვაში. მეგობრებო, თუ ის გაიქცა, იმას ვეღარაფერს ვეღარ უშველი, თვალი უნდა მიაყოლოს, საწავა, სად დაიბუდებს, თუ ახლო-მახლო რომ მე ჩამოიყვანო. თუ ის გაიქცა, იმას ვეღარაფერს არ უშველი, ზოგი იქ რაღაცას უბრახუნებს, ზოგი ტაშს უბრახუნებს, ზოგი რაღაცა რომ ეძახის, ესე არა, ფუტკარს უკვე დაფიქსირებულია, სად უნდა წავიდეს, ის წავა, უნდა თვალი მიაყოლოს, სად დაიბუდებს, სად ჩამოეკიდება, რომ იქ ჩამოიყვანო და მოიყვანო. ასე რომ არავით არის იქ სხვა რაღაცები, სოგმაიცის ახლა წეგანაც გითხარით იქ ვედრას ტაშს ურტყავს რაღაცებზე ფუტკარს უკვე დაფიქსირებულია, წავა, ნახავთ, შენც დააფიქსირებ, სად დაიბუდა, მე მიხვალ და წამოიყვან იმ ნაყარს. ასე რომ ნაყარი მე ადრეცა ვთქვი, ძალიან რთულ ადგილას იცის ზოგჯერ ისე რომ ძალიან ძნელია იქიდან გამოყვანა. არის ერთი შეკითხვა კიდევ, რამდენად ხელსაყრელია ონკანიანი კასრი მეფუტკრეობისათვის? მეგობრებო, სიტუაცია როგორ არის ახლა? თავისთავად ცხადია. ესე იგი, თხელი თაფლი როდესაც არის და ახლა თაფლს ყველა ყიდის, ყველა მეფუტკრეს, ვისაც ფუტკარი ყავს ნორმალურად რაღაც იმ რაოდენობის რო გაყიდოს, თავისთავად ცხადია, ადვილია ჩამოსასხმელად ონკანიანი თუა კასრი გაქვს, ონკანი აქვს და ვიღაცა კლიენტი რომ მოგივა, თავისთავად ცხადია, ტევადობა იცი რამდენი ჩადის, ონკას მოუშვებ და ჩამოვა. გავა, თქვათ, სექტემბრის თვე, ჯერ კიდევ თხელია, უფრო ცოტა შესქელდება, მერე ოქტომბრის თვეში უფრო შესქელდება და მაინც ჩამოდის და ამ დროს მერე როდესაც აცივდება, თაფლი იქ შესქელდება შიგნით და იქიდან თაფლი აღარ გამოვა. აი ხედავთ, დადებითიც აქვს და უარყოფითიც. იქ გაიჭედება იქა, თავისთავად ცხადია, სქელი აღარ წამოვა იმ ონკანში. ეხლა ეს ალბათ იმიტომ შემეკითხა, რომ შეიძლება ყიდვა უნდა და რამდენად გამართლებულია და რამდენად პრაქტიკულია. მეგობრებო, სიტუაცია ასეა, რაც მე გადამხდენია, მე იმას გეუბნებით რა, ერთხელ იმ რაოდენობით მოვიდა თაფლი დამწყები მეფუტკრე ვიყავი, რომ ჯერ არ ქონდა, ჯერ კიდევ კასრები იმდენი ნაყედი რაღაცა და შიგ საწურშივე რაც დაეტია, ის დავტოვე რაღაც ერთი ვედრის ფარგლებში, ხო და იქიდან ვცდილობდი ჩამომესხა მართალია, მაგრამ როგორი სიტუაცია იცი? აქედან ვიბაძვით, რომ იქიდან კარგად ისხმებოდა, მეც გავაკეთე ასე ამ პრინციპით, ხო და დავდგე. რაღაც ერთი ორი ვედრე ეტეოდა და მერე როდესაც მეგობრებო ეს ამინდი გაუარეს და აცივდა შიგნით ისე შესქელდა, რომ იქიდან თაფლის ჩამოსხმის ვარიანტი არ არსებობდა. ავდექი და თავისთავად ცხადია გავანებე თავი ამას ვიდრე თხელია ერთი ორი ვედრას, კი ბატონო, სარგებლოდი, ეხლაც
ვაკეთებ მასე იქიდან ჩამოსვლა მიმდინარეობს, მაგრამ ეს მთლიანად მთელი წლის მანძილზე რომ გამოიყენო ეს ონკანიანი, ეს გამორიცხულია. შეგინდან თაფლი, კი ბატონო, მაგის გულიზე შეგიძლია დაკეტო, თაფლი იყო ჩასმული და იქიდან ამოიღო კოვზით. მაგრამ როგორც ასე ონკანიდან გახსნა და ჩამოვიდეს, ეს გამორიცხულია, უკვე შესქელდა, თხელი თაფლი აღარ არის, შესქელდა და თავისთავად ცხადია. მე ადრეს გითხარით, ყველაფერს რაღაც დადებითია, ყველაფერს რაღაცა უარყოფითი, მაგრამ ეს უარყოფითი ის კი არ არის, რომ თაფლი რა გაქრება და წავასად. მე იქ კოვზით ამოიღებ და всё გასუფთავდება. მაგრამ კარგი იყო თუ თხელი იქნება და ყოველთვის მიხვალ ჩამოასხავ. ეს არის თქვათ აი ოქტომბრის შუარიცხვებამდე, ოქტომბრის ბოლომდეც კი და მე უკვე აცივდება და იქიდან უკვე თაფლი აღარ გამოდის. მოდი დღეს ამით მოვჭეთ მეგობრებო, 9 საკითხი იყო განხილული. მე-14 გადაცემაა და აი მე-15 გადაცემაზე კიდევ ის საკითხები რომელიც შემოვიდა, ისევ და ისევ ამ საკითხებზე დავკავდებით. ძალიან კარგი საკითხებია ზოგიერთი ისეთი, რომელიც საჭიროა თქვენთვის დამწყები მეფუტკრეებისათვის და საერთოდ მეფუტკრეებისათვის. ეხლა ძირითადი აქცენტი ჩვენ გავაკეთეთ ფუტკრის კვებაზე ზამთრის პერიოდში. კი ბატონო, ეხლაც ვიმეორებ, ფუტკრის კვება ზამთრის პერიოდში ყოველთვის შეიძლება, მით უმეტეს ჩვენთან საქართველოში ისეთი ამინდები შეიძლება იყოს ზამთარში, რომ 15 გრადუსზე ავიდეს და ფუტკარვა იმოძრაოს და ამ დროს შენ სქელი თაფლი, როგორც გითხარით, დაადოთ ფიჭებზე და დაადოთ ისა გადაახუროთ ნაჭერი და всё მიცემულია საკვები. ეს გარანტია იმისი, რომ შენ 100%-იანად იცი, რომ იმას თაფლია და გაიტანს ზამთარს. ასეა ჩემო მეგობრებო, ძირითადი საყრდენი იყო ეს საკითხი, ამაზე გითხარით, აი 9 საკითხის განვიხილეთ და დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის.